ჩვენ ვიწყებთ ყველაზე საინტერესო ადგილიდან, ეს არის საჭმელების ადგილი, მაგრამ რა თქმა უნდა ამისთვის არ ვართ მოსული, ჩვენ ვართ რედისონში, სადაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ზურიაშვილის ფირმა სტუდია აწყობს პრეზენტაციას დოკუმენტური ფილმისა მერიაში კორუფციის შესახებ. და ისინი ასაკეთებენ, რას უყურებენ? რას უყურებთ? ვისგან იღებთ ინტერვიუს? ჰა? ერთმანეთი არ მოგბეზდათ ერთმანეთი? შენ მოგბეზდით? ყველა. ვერ გიტანთ. მათ ჩავა. რა ხდება რა არის აქ მართლა? white balance ასწორებდით? და ეს დაავალეს მაესტროს ჟურნალისტს, როგორც ყოველთვის ჩვენ ვიხსვით მედიის განვითარებისთვის, ამდენი კამერის white balance-ი გაასწორა ამ კაცმა. გამარჯობათ, ორგანიზატორებიდან არის ვინმე? ორგანიზატორებიდან არის ვინმე? თქვენ ხართ? აი ყავა და ფუნთუშები ჩვენია? ჯერ არ ვიცი, იმიტომ რომ თავარი ხო ეგ არის არა? თუ არა? არა, მართლა ვისია ეს ყავა და ფუნთუშები? იცით ვინმე? კარგით. ესე იგი ჩვენ ველოდებით ხალხს. არა, აშკარად ეს საკითხი უფრო მაღელდებს ახლა, იმიტომ რომ ვისია ეს ყველაფერი? ამას ეკუთვნის, ხო ესა? აი იმას ეკუთვნის ეს მარტო შაქარი აქვს, ნახე? იმას ამოთახს. იურისტთა ასოციაცია აქვს. იძლევიან მარტო შაქარს. აი ესე დაიყრით პირზე და გაივლიდა. არც ხელი წყალია, არც ყავა, არც შაი, არაფერი. იქით ნახე ამდენი რამეა. ეს ყავა და ისა ვისია? ამას არ არ ეხება? ეს თალკე იქნება მე 3.5 3.5 რატო? უნდა დაიცი. 12 და 3.5-მდე რა უნდა გავაკეთოთ? მეც გავაკეთე. ზურიაშვილიც მონაწილეობს ამაში? კი, იმიტომ რომ პროგრამაში წერია რომ სტუდია მონიტორმა ფილმი გააკეთა. აეროდრომუ. შევჭამოთ იურისტთა ასოციაცია. მე თამეს გეტყვით რა. სინამდვილეში ჩვენი დამსახურებაც არის მაესტროს და ჩემი რო კიპარისების ამბავი გაბაზდა ეგრე. გამოვიჭირეთ. ხო? და დღეს ძალიან მაინტერესებს კიდევ რა ახალი ფაქტები აღმოაჩინეს იურისტებმა, ახალგაზრდა იურისტებმა და იმან ზურიაშვილის გუნდმა. სამარჩ გოშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყველაზე ახალგაზრდა კი არა, დირექტორი. ის ვისია იქ რო დგას რაღაცები? ყავა და ეს ჩვენია? თქვენია? აი ეს არის ჩვენი ყავა. ეს რა არის მე ხედავ იმად ვინ არიან ის? ის ვერ გეტყვით არ ვიცი. წვენი რამე არაფერი არ არის? აი ყავა შეგიძლიათ მიერთო და ჩაი. ეხლა ანონსად გესერთად კი დავშევით მოусმეთ, მაგრამ ვის ვიჭერთ ეხლა? გრინ სერვისი ხო შევიწირეთ და ამჯერად ვის ვიჭერთ? ვის ვიჭერთ არ ვიცი, მაგრამ პრობლემები მერთან მიდის საცეცები? მიდის თბილისის მერიასთან, ქუთაისის უშუალოდ მერთან ვერ საცეცი მიდის? მაგრამ მე მგონი მიდის კი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება არის მე. ხო ესწრება დღეს ხო მოვა თუ ზეგ მოვა? ზეგ მოვა, ხო? კონკრეტული საბუთები გაქვთ და ყველაფერი აი გიჭირავთ ხო? არის კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი რაც ჩვენ ანგარიშებში არის საჯარო ინფორმაციაზე დაფუძნებული და ყველაფერი და არაფერი რაღაც დოკუმენტებზე, ანუ არანაირი მეტი ინფორმაცია ჩვენ არ გამოგვიყვება. და რამდენი ფული აქვთ მოტეხილი შენი აზრით? აი მოტეხილი, იცით რა არის, აქ თავარი პრობლემა ის არის, რომ ინფორმაციას არ გასცემენ და არის დაგასაიდუმლოებული. მინიმუმ, როგორც მინიმუმ, მარტო თბილისის ფონდს აქვს 300 მილიონამდე თანხა დახარჯული ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ რეაბილიტაციის პროცესს ჩვენ ხო ვხედავთ, უბრალოდ ეს არის შეუძლებელი შეადარო და თქვა, რამდენი არის გამოყენებული. ჩვენ არ ვამტკიცებთ იმას, რომ რაღაცა კორუფცია არის, ჩვენ ვამბობთ, რომ ძალიან სერიოზულ თანხებზე არის საუბარი და არანაირი გამჭვირვალობა არ არის. კიდევ ერთი პრობლემა მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ამ ფონდების დაფუძნებით ასე ვთქვათ, ხელისუფლება გვერდსულის შესყიდვების პროცედურებს და იმას ტენდერიც არ არის და არაფერი. და ასე ვთქვათ, ანუ ამ ყველაფერზე ილაპარაკე. კი, რა თქმა უნდა. მოხსენებელი ვინ არის? სულხან სალაძე. მოუსვენარი ჟურნალისტი, მოუსვენარი, რომელიც შენ გამოიძიე? ნანა ბიგანიშვილი. ადამიანურად მითხარ, სად არის? ნანა. დავით, მოთხოვ. ჩვენ ხო ისეთ გაძემო გქონდა. ხო, ვიცი. დავდივართ რა. ყველაფერი მოსულა. ნანა ბიგანიშვილი გამოიძახე რა. გამოიძახე ნანა. ნანა. ფერა რო არის ნანა, ხო? ნანა. მოდი, ეთერში ხარ. ეთერში ხარ. შენ ხარ გამომძიებელი ჟურნალისტი? ეხლა ადამიანურად მითხარით, ვინ არის დასაჭერი? თქვენი ეხა ესე. ვიზია ეჭვი. ჩვენ მართვის ხალხი. ჩვენ გეტყვით რა მოხდა? ხო, რა მოხდა? მოკლედ მითხარი. და შენ კიდე თქვი ვინ არის დასაჭერი? მოკლედ მითხარი. პირველი ყველაზე ბომბი ფაქტი, რაც ამ გამოძიებაში არის ის, რომ ნანას კი არ ლაპარაკებს უფროს. ხო, კაი. კაი, ილაპარაკე, რო გაითვალისწინო რა. ვიცი, 3 საათზე დაამთავრა. მაშინ ეს აქვს. 3 საათზე დაამთავრა მონტაჟი. 3 საათში. მიდი. ესე იგი
შენ გაჩვენე. შენ დამიდასტურე. ხო. ანუ ესე იგი ყველაზე ყურადსაღები რაც ამ გამოძიებაში არის ის რომ შარანგიასთან დაკავშირებულმა ფირმამ ხო, ბოლოდან ვიწყებ ხო, კი ბატონო. მნიშვნელობებიც არის. შარანგიასთან დაკავშირებულმა ფირმამ სახელმწიფოსგან თბილისის მერიისგან იყიდა რიყე. ის რიყე, ჩვენი რიყე. პარკი სადაც არის? 2006 წელს. ხო. იყიდა რიყე და 2 წლის შემდეგ ხო. უკან გამოისყიდა მერიამ ეს უძვირა 17 მილიონად დოლარი. ანუ შეიძლება გაიზარდა ფასი. 2008 წლის ეხა უყურე იყიდა 2006 დეკემბერში. როცა დაეცა ფასი. ისე რომ საკონკურსო პირობები არ შეასრულა. მოიცა, ანუ შარანგიამ ჯერ იყიდა 10 და მე მილიონი. უკან მიასყიდა. 7 სახელმწიფოს მილიონად იყიდა შარანგია. და 2 წლის 17-ად შემდეგ 17-ად ისევ გამოიყიდა მერის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა. არაფერი ზედ არ გაუკეთებია, ხო? ის საფეხმავლო ხიდი შუშის უნდა გაეკეთებინა მაგას საკონკურსო პირობით. მაგრამ არ ბიუჯეტმა გააკეთა. ანუ პრინციპში 10 მილიონი იშოვა 2 წელიწადში, კი ხო? იშოვა. აი დარწმუნებული ხარ რო იგი? ორივე ხელშეკრულება გვაქვს და მოიცა, ხო ორივე. მაჩვენე აბა ხელშეკრულება. ფილმშია. სამსახურში წამოდი გაჩვენე. სამსახურში კაი, გავიგე. სამსახურში. ვა, რა მაგარი ფაქტია. კიდე. ანუ აი ესე ნაგლად. ხელს ვიშლით, ხელს ვიშლით. წამოდი. ყველას ხელს ვიშლი, მე. ეხა მეორე ბომბი. აი, ბომბი. აღმაშენებლის გამზირზე ხო? ძველი შენობების ისტორია, რომელიც აღადგინა, ეს არის, ანუ სერიოზული ისტორიის ვინ შენობები, აღადგინა? ვეცელი. ფონდმა დაიწყო აღდგენა რა შექმნა ფონდმა? პროექტი. თბილისისგან დაიწყო ძველი თბილისის რეაბილიტაციის ფონდმა, შემდეგ ძველი თბილისის რეაბილიტაციის ფონდის ლიკვიდაცია განხორციელდა ხო, მე? და მეორე ფონდმა განაგრძო, რომელიც ასევე მერის დაფუძნებელია, მე თანადამფუძნებელი რა მოხდა, მოკლედ მოთქვეთ. ესე იგი, ის შენობები, რომელიც იყო მერის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება, ანუ მერის საკუთრება, შენატანის სახით გადაეცა ფონდს ყოველგვარი მსგავსი, იმიტომ რომ ის ახორციელებს მაგრამ მნიშვნელოვან ფონდი ხო სახელმწიფოა? მავარა. კერძო არ არის? კერძო. კერძო. თვითონ ამბობს რომ არა საჯარო კერძო პირი როგორ? ტენდერი არ შალვა ჩავთვალე. სხვა რამეს გეკითხება. კერძოში შალვა გულისხმობს. კერძო შპს-ა? არა კომერციული, არა სამეწარმეო, არა კომერციული იურიდიული პირი. გიგი უგულავა ამბობს რომ ეს არის კერძო ფონდი. მე მაქვს ეს კომენტარი. დაფუძნებლები თქვი ვინ არის და გაიხსნა. 100%-იანი დაფუძნებით. ო, გასაგებია მე ეს არის. მაგრამ კერძო. მაგრამ გასცემს ნუ გავიგე, ისე გასაგებია ხო? ასე თქვათ კანონმდებლობის ქვეშ კერძო, როგორც კერძო ისე მოქმედებს, თორე დამფუძნებელი მერია. ანუ მე მოგება უნდა ნახოს? არა, ეხლა ნახე რა ხდება. აბა. შეიძლება მერმა ნახოს მოგება. ან შეიძლება კერძობება და არა მერია. შენობებს ვის ფონდს ფონდს მერია საკუთრებაში. საკუთრებაში და ეს ფონდი ყიდის ყოველგვარი ტენდერის კონკურსის გარეშე კერძოებზე. ხო, თვითონ და ვინ არის ეს მიყიდა კერძო? ვინ არის? გიგი უგულავას ქვისლი. დარწმუნებული ხარ? კი, რა გიორგი ფირმაში? ღონიაშვილი. ანუ ის არის Real დირექტორი. რა ქვია Real უკაცრავად? Invest. სახელი ვარი? ოფშორში დარეგისტრირებული ეს მე კომპანია, საიდან იცი, რა რომლის გარე? წარმომადგენელი დირექტორი არის გიორგი ღონიაშვილი. გიორგი ღონიაშვილი ვინ არის? გიგი უგულავას ცოლის დისკმარი. ანუ ქვისლი. კაი, მოდი დაიწყო, კინო დაიწყო, მოიცა. ეს ყველაფერი დაახლოებით ერთ-იგივე თემას ეძღვნება და ეს ძალიან საინტერესო თემაა. საქმე ეხება იმ ფონდებს, რომლებიც შექმნეს თბილისის მერიამ, ბათუმის მერიამ და ქუთაისის მერიამ 2005 წლიდან. რედისონიდან გამოსვლის სას ნახეთ ფერადი მანქანები. ეხლა ჩემი ინგლისურით შევარდები იქ. Hello, where are you from? Germany. Germany. You are from Germany. What's your name? My name is Shalva. Logan. Aha. Where going you? Where We're driving to Baku. to Baku? You didn't stay in Tbilisi We're staying this night. this night? Yeah. And this is rally or what? Yes, from the rally. What kind of what name of rally? I go Orient Rally. Orient He's the rally. chief. Who is the chief? You're the commander of chief. As a commander. Commander, yeah. What's your name, Commander? My name is Willie. Willie? Yes, and Surname? Willie Gear. Willie Gear. Yes. And you are a famous driver in Germany, yes? We are all famous drivers in Germany. Right. What kind of cars? This is my car, an old Chrysler, 20 Old years Chrysler, old. yes. This is the car of Daniel. Volvo. A Volvo, good Yes. Volvo. Good? This is good That's Volvo. good. It's really good. And you are going to Baku. Yes, we are coming from Oberstaufen and drive now 6,000. rally's name is Allgäu Orient Rally. do you like Georgian roads? Yes, it's good. It's they are better than we thought. We think that they are bad, but it's good. It's good. It's working. Okay. Good luck. Thank you. Good luck. Hey, da, rally's te biaria.
გამოსვლისას შევხედეთ იუსტიციის მშენებარე სახლთან პოლიციელების ძალიან დიდი კონცენტრაცია და ჩვენ ახლა დავაკვირდებით რა ხდება და ნახოთ აბა რაღაცა ხდება გამარჯობათ ოი და მუშებს ამოწმებენ მეტალო დეტექტორით